ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გორის რაიონულ სამმართველოში იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც 20 წლამდე ასაკის ბიჭის სადარბაზო შესასვლელთან მოკლული ნახა. ტევ მონიტორინგს ადგილობრივები უყვებიან, რომ მოზარდ ცივიან ცეცხლსასროლი არაღიდან ჭრილობები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ 16 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ადგილობრივებისვე განცხადებით მათ ხმაური არ გაუგიათ. მოხდა ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 100 მერვე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის გორში ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კორპუსის მაცხოვრებელმა ახალგაზრდა მამაკაცის ხედარი დილით ნახეს. ბობინადრეთა ინფორმაციით მათ ახალგაზრდა ვერ ამოიცნეს, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე კორპუსში არ ცხოვრობდა. ვიცი რომ იქად ესენებაში ბიჭი ვერცითემდაგეს კამერები რამე არაჩვენა რა პოლიცია ხო იყო გამძიებულა პოლიცია დინოსიკით ეზოში იყო ხარიფულა ვიღაცა ბავშვი ბიჭი ნახეს და დირექტორში 6 საათი შემდეგ უკვე გარდაცვლილი იყო კი ბუღალაჩი ჩიქით სადარბაზოში იყო ეს თუ გორში ადაროს აი შემოყოლთო რა კარებში რითი იყო მკვდარი ეგეც არათქვეს ჭრილობა არ ქონია არაფერი მაურზე ჩავედი და უკვე პოლიცია იყო მოსული და სასწრაფო იყო და რო ვიკითხე რა ხდება მეთქი მითხრეს რომ ახალგაზრდა ბიჭიაო გარდაცვლილი სხვა არაფერი არ ვიცი რა მოხდა არც ხმაური არაფერი არ გაგვიგია დილას დავინახეთ და არ ვიცით გადაინახან ვენტი იყო პოლიცია რომ იყო მოსული სასწრაფო 7 საათი იყო რომ გადავიხედე და სასწრაფო იქდა და დანარჩენი არ ვიცით ავშფრენე რა მოხდა ბავშვი მოუკვია ბიჭი და ფერ გავგავდა აქაური არის ეგ ბიჭი? არ ვიცი, არა ვახავე არის. ჩხუბისმა გაიგეთ? არაფერი წაფული ვარორი. აღარ დავგეკემა წაღანა მიცემა. საერთოდ ვინმე წამოიმი. როდის მოხდაო რა თქვეს? არ შეგუშინ. ხამე? ეგუშინ მორი წაღამა. ოდა ეგ ჩამოვა უჩასული იყო მომწონებული იყო და ოშეზე პატარა ბავშვი იყო მე თამაშობდა რა მოხდა რაღაც მოუკვლიათ